ზოგჯერ არგუმენტი არ არის ისეთი დამაჯერებელი, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დაიგეთ ნამდვილი არგუმენტების წონა. არგუმენტები თეას სიჭინაოსთან. ყოველ საღამოს მაესტროზე. საღამოშვიდობისა, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ეს დღე, ანუ ფაშიზმზე გამარჯვების დღე ყველაზე ძვირფასია. ვაკის პარკში მისული ერთ-ერთი ვეტერანის ეს ფრაზა ალბათ სამამულო ომის დროს მებრძოლი ქართველების საერთო განწყობის გამოსახატადაც გამოგვადგება. ვარდების რევოლუციიდან დღემდე რომ არაფერი ვთქვა შევარდნაძის ეპოქაზე 9 მაისის აღნიშნვასთან დაკავშირებით პრეტენზია არავის გამოუთქვამს. დღეს კი ირკვევა, რომ 66 წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე სადაო გახდა. უნდა ვიზეიმოთ თუ არა 9 მაისი, ხომ არ ვიზეიმოთ ცხრის ნაცვლად 8 მაისი. კოალიცია ევროპული საქართველოსთვის ამ უკანასკნელი იდეის მომხრეა. 1945 წელს ჩვენთვის ტოტალიტარიზმი არ დამარცხებულა, ამის შემდეგ ეროვნული თავისუფლება კიდევ კარგ ხანს ვერ მოვიპოვეთ და ქართველებს ამ ომში რა აქვთ აღსანიშნი არ მესმის. მოსაზრება ლევან რამიშვილს ეკუთვნის, რომელიც ამ კოალიციის წევრია. რას ცვლის ერთი დღე და იცვლება თუ არა თარიღების განანაცვლებით ჯამით თო უკითხვაზე პასუხს მომხრეც ყავს და მოწინააღმდეგეს, მაგრამ ისინი ვინც ამ დღეს იბრძოდნენ ძველი ტრადიციის მომხრეებად რჩებიან. რა არის ეს ანტირუსული კამპანიის გაგრძელება თუ წლების წინ დაშვებული შეცდომის გამოსწორება? ლევან ჩოლოყაშვილი და დავით ზურაბიშვილი ერთმანეთის პირისპირ მე ვარ თეა სიჭინავა და თქვენ უყურებთ არგუმენტებს, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი საკუთარ არგუმენტებს იცავენ. მაშასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს. დღეს 9 მაისია და ვულოცავთ ვეტერანებს მათთვის ძვირფას და ყველაზე ღირსშესანიშნავ დღეს. მივესალმებით ჩვენს სტუმრებს სტუდიაში. ბატონები ლევან ჩოლოყაშვილი, კოალიცია ევროპული საქართველოსთვის, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ბატონი დავით ზურაბიშვილი. საღამოშვიდობისა ბატონებო, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი გადაცემის სტუმრები. თითქოს 9 მაისთან დაკავშირებით ესეთი ხშირი განსხვავებული აზრი არ მსმენია. ყოველ შემთხვევისთვის ბოლო წლების განმავლობაში ამაზე საუბარი არ ყოფილა. უბრალოდ 2008 წლის შემდეგ, როგორც ჩანს, ვითარება ამ საკითხთან დაკავშირებით შეიცვალა. ყოველ შემთხვევაში ბოლო 2-3 წელია ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები გაჩნდა. მაგრამ ჩვენ ვიცით თავად ვეტერანების დამოკიდებულება ამ დღის მიმართ, მე მოვახდინე ერთ-ერთი მათგანის ციტირება და მერწმუნეთ დანარჩენებიც ესე ფიქრობენ და მათ ეს აზრი გამოთქვეს რამდენჯერმე, მაგრამ მაინც მოდით მივყვეთ ყველაფერს თანმიმდევრობით, იმიტომ რომ თემა განხილვად ნამდვილად ღირს. ბატონ ლევან, თქვენი კოალიციის აზრი გავიგეთ გუშინ, მაგრამ მოდით კიდევ ჩამოვაყალიბოთ რა პრეტენზიები არსებობს 9 მაისთან დაკავშირებით. მოგესალმებით. 9 მაისთან დაკავშირებით არსებობს პრეტენზიები, როგორც ასეთი არ არსებობს, მაგრამ თუ ყველაფერს არ დავარქმევთ თავის სახელს და დაგვრჩება ისეთი გაყალბებული ისტორია, რომლითაც მოდიოდით დიდი ხნის მანძილზე, ბევრ არაფერ კარგს არ მოგვიტანს ეს მომავალში. უპირველეს ყოვლისა ის, რომ ჯერთი ფაშიზმზე რატომღაც აღნიშნავენ და მე გამოყოფთი და დავაკონკრეტებდი, რომ ეს არის გერმანულ ნაციონალიზმზე, უბრალოდ ნაციონალ სოციალიზმზე გამარჯვების დღე, რომელიც იყო ამდენი უბედურების მომტანი და ფუნდამენტალურად განსხვავდება ეს ჰიტლერული ნაციონალ-სოციალიზმი მუსოლინის მიერ ჩამოყალიბებულ ფაშიზმზე, შინაარსობრივად და თვისობრივადაც. ამიტომ ეს ტერმინიც იქნება დასახვეწი და დასაზუსტი რა, თუ გინდა რომ ყველაფერს ერქვეს თავის სახელი. და ამ დღეს, ამ გამარჯვების დღეს, მთელი პროგრესული კაცობრიობა აღნიშნავს 8 მაისს. ძირითადად მთელი ევროპა, რომელიც ხრებზეც გადაიარა ამ უბედურებამ, რა. და ჩვენთან რატომღაც ეს იყო სტალინის განკარგულებით თავს მოხვეული 9 მაისს მიღწეული გამარჯვება. ვირტუალური ეგრეთ წოდებული, რომელიც მას უნდოდა რომ ასე ყოფილიყო და 9 მაისს აღინიშნებოდა და ასე შემოგრჩა დღემდე. თუ გვინდა რომ ვიმეორებ აღვადგინოთ ობიექტური სამართლიანობა ისტორიული, მაშინ უნდა დავარქვათ 8 მაისს გერმანულ ნაციონალ-სოციალიზმზე გამარჯვების დღე, როგორც აღნიშნავს კიდევ ვიმეორებ მთელი ევროპა. 9 მაისი არის საბჭოეთის გამარჯვება ყველაფერ პროგრესულზე. კი ბატონო, კარგით, მაგრამ მოდით ესეც რომ შევხედოთ საკითხს, ვეტერანები უშუალოდ მონაწილეები ამ ომის, მებრძოლი ადამიანები, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაიყეს ყველაფერი შესწირეს თავიანთი ცხოვრება, არიან ადამიანები, რომლებიც დღესაც აღნიშნავენ ამ და მათთვის როგორც მე აღნიშნე, ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი დღე არსებობს, დღე არის ეს დღე. მათ რა პასუხი უთხრათ? მთელი ცხოვრება იცხოვრეს იმ რწმენით, რომ მათ 9 მაისს დაამარცხეს ბოროტება, ბოროტების სიმბოლო, ფაშიზმი და ეხლა მათთვის ძალიან რთული არ იქნება იმის გაგება, რომ დანარჩენი ცივილიზებული სამყარო 8 მაისს აღნიშნავს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ჩვენ 9 მაისს, იმიტომ რომ რუსეთმა ესე მოინდომა. ნუ
დავიწყოთ იქიდან, რომ ესე იგი ამ ვეტერანების, რომელსაც თქვენ ახსენეთ, უაღრესად დიდ პატივს მივაღებთ მე და ყველა ჩვენი კოალიციის წევრები და სულ მინიმუმ თითო წევრი მაინც ეყოლება უფროს თაობის ბებია ბაბუა და ასე შემდეგ ოჯახში თუ არა ნათესავი მაინც ახლო ნათესავი, ასე რომ მათთვის ტკივილის მიყენება ეს არავის არ განუძრახავს და საერთოდ თარიღის იგნორირება როგორც ასეთი, უბრალოდ თარიღის გადმოტანაზეა ლაპარაკი. რაც შეეხება რწმენას, რწმენა არ შეიძლება იყოს მთავარი არგუმენტი ბრძოლასთან და ომთან მიმართებაში. მოგეხსენებათ ხა საფრთხო ომი, ხაზავათი, ჯიჰადი როცა გამოცხადდება, აი რწმენა იქ არის თუ არის არა, მაგრამ ეს ნამდვილად არ ამართლებს აი მუსულმანურ რაღაც თავგადაკულ ბრძოლას, რომელიც სრულიად უსამართლოდ შეიძლება ხოლმე და გამართულად და ყოფილა ამის წამოწყების ცდელობა არა. რწმენაზე აგებული არ შეიძლება სამართლიანობა იყოს და კიდევ მეორე თუ დავარქმევთ თარიღებს ყველაფერს თავის სახელს არიან კიდევ ის ქართველები რომლებიც იბრძოდნენ გერმანელების მხარეს მაგრამ არ იბრძოდნენ ნაციზმისთვის არიან მე მქონდა ბედნიერება შევხედროდი ისეთ წარჩინებულ ნამდვილ ქართველს როგორც არის გივი გაბლიანი სამწუხაროდ გარდაიცვალა მამოხცებულებს ასაკში შეერთებულ შტატებში შევხვდი მას ვესაუბრე მინახავს ადამიანი ლექტორი იყო ჩემი რომელიც მისი გადარჩენილი იყო საკონცენტრაციო ბანაკში იყვნენ ასეთ ქართველები და მათი რიცხვი 30000 აღემატებოდა, რომლებიც იბრძოდნენ საბჭოთა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. ეგ არ მინდა ეს არგუმენტები გამოყენებული იქნეს ისე თითქოს ისინი ემსახურებოდნენ ჰიტლერულ რეჟიმს, მაგრამ მთელი თავისი რწმენით ატარებდნენ სამხედრო ამუნიციაზე ქართულ სიმბოლიკას, საბრძოლო სიმბოლიკას, არა? ის ხალხის გარკვეულწილად პატივისცემას იმსახურებს. კი ბატონო. და მათაც ჰქონდათ საკმაოდ ღრმა და არგუმენტირებული იდეები. ადამიანი, რომელიც მთელი შეგნებით და გულით იბრძოდა და ჩავარდა შემთხვევით, ტყვეთ არაფერი არ ქონდა სასიკეთოდ, რომ დაბრუნებული იყო საბჭოთა კავშირში. მათ იცოდნენ, ბევრი აი ამის გამო მოხდა იმ ბანაკში, მაგრამ ძალიან კარგად გაატარა თავისი ღირსეული ნაწილი. მე კიდევ ერთ მომენტს ვიტყვი და ასეთი ჯგუფები შექმნილი იყო გერმანელების მიერ, რამოდენიმე იყვნენ უკრაინაშიც, მერცხლები, ეგრეთ წოდებული ნახტიგალები და ქართველების ბატალიონიც იყო, ცნობილი ბერგმანელები, რომლებმაც მოგეხსენებათ იმ შემთხვევაში უკრაინაში დიდი სისხლის კალო დაატრიალეს და დიდი უბედურება იმ რაზმა, ხოლო ბერგმანელების გამოყენება ქართველების წინააღმდეგ ვერ მოხერხდა. კი ბატონო, მე კიდევ ერთ დეტალს დავამატებდი, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი 8 მაისს მივიდა იმისთვის, რომ პატივი მიეგო ომში გარდაცვლილთა ხსოვნის მიმართ პატივისცემა გამოეხადა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დღეს. პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა დღესვე, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია პრეზიდენტმა ქანთარიას საფლავიში ამ ყვავილებით, ესეც სააგენტოებით გავრცელდა ეს ინფორმაცია. ბატონ დავით, თქვენ რა მოსაზრება გაქვთ 8 თუ 9? მოდით ასე ვთქვათ, რა ეხლა მე სადღაც ფიქრობ, რომ იცით რა არის ახლა, რა ვიცი ახლა რაღაც აბსურდის თეატრში ვარ და რაღაცა და რაზე ვჯერობთ საერთოდ რა? გაყალბებული ისტორია გვინდა რომ გადავწერო. ყველა ასპექტებს შევეხედე. ერთი არის წმინდა ისტორიული ასპექტი, კიდე არის ორი ასპექტი, რომელიც არის ჩემის აზრით გაცილებით მნიშვნელოვანი. ვიდრე წმინდა ისტორია. რაც შეეხება წმინდა ისტორიულს, ახლა წმინდა ისტორიული ასპექტით გერმანიის კაპიტულაცია საერთოდ მოხდა 7-ში. კაპიტულაციისას ფელდმარშალმა იოდრმა ხელი მოაწერა 7-ში. ეს მოხდა და ბერლინში შემდეგ მოხდა მისი რატიფიცირება, ჩამოიტანეს ეს ხელმოწერილი და მოხდა რატიფიცირება 8-ში, საღამოს კი 8 მაისს მოხდა. მაგრამ ეს მოხდა, ასე ვთქვათ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია და საკმაოდ გვარ გარკვეული, ნამდვილად შემიძლია ამაზე გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, საკმაოდ გვიან. ღამის საათებში, როდესაც უკვე რუსეთში იყო დაწყებული 9 მაისი. შესაბამისად საქართველოს. არა, მარტო ამით შეიძლება აქ ბატონი ლევანი საბრძანებდა არის ამაში სიმართლის მარცვალი, ხა მარტო ეს არ იყო მიზეზი. შეიძლება და ერთი დღე დაენიშნა ჰიტლერულ კოალიციას, ნუ 9-ში იყო, 9-ში ჩამოიტანეს კაპიტულაციის აქტი მოსკოვში, ესეც იყო. ნუ მე ამას 9-ში მოყვა ეგრეთ წოდებული შერნერის დაჯგუფების განადგურება პრაღაში და მაინც ახლა სტალინს შეიძლება ქონდა ჩანაფიქრი, რომ განსხვავებული მომენტი ქონოდა. დასავლეთისგან, ანუ განსხვავებულად აღენიშნა ერთი დღით, მაგრამ პრინციპში ამის რაღაც რო ვთქვათ, ესე წმინდა ისტორიულად, ეს არ არის ისეთი ისა, რომ გინდა თუ არა ფარში მოხდა და ამან გააყალბა და 9-ში ქონდა სადღაც შეეძლო ასეც გაეკეთებინა, ანუ ამის უბრალოდ სადღაც ქონდა. ეს არ არის თავარი. ხა იმანი, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული პიარის გულისთვის გააკეთა, როგორც ახლა იტყოდნენ, მაშინ არ იწოდნენ ეს სიტყვა, რომ რაღაც განსხვავებული ყოფილიყო, თუ რაღაცა რახან 1 საათით გვიანი იყო, ამიტომაც 9-შია და იქ 8-შია, ჰოლანდიაში და დანიაში. საერთოდ აღინიშნება 5 მაისს. რომ მაშინ მოხდა დაუშვათ იმ ქვეყნებიდან გერმანელი ნაცისტების გასვლა და საერთოდ ეს დღე 8 მაისი იქნება თუ 9 მაისი ეს არის ნაციზმზე გამარჯვების დღე. კი, საბჭოთა კავშირში ეს იყო დიდ სამამულო ომში გამარჯვების, მაგრამ ჩვენ ამდენადაც მე ვიცი, ჩვენ აღვნიშნავთ ნაციზმის დამარცხებას და არ აღვნიშნავთ საბჭოთა კავშირის გამარჯვებას. ჩვენ აღვნიშნავთ ანტიჰიტლერული კოალიციის
კაცობრიობის ჭირის, რასაც ერქვა ნაციზმი, კი ბატონო, ხა თუ იმაზე არ ვინ არ დავუხტო, საბჭოთა ტოტალიტარიზმის დიდი ჭირი იყო. დიახ, სწორედ ამაზეა საუბარი, ერთმა ბოროტებმა მეორე ბოროტება ჩაანაცვლა. ასე არ შეიძლება ლაპარაკი. ეს მეორე მომენტია. იმიტომ რომ ის რო დამარცხდა გერმანული ნაციზმი ემუქრებოდა მტერძობლის მათ შორის საქართველოსაც არანაკლებად. და ის რომ საბჭოთა კავშირი ბოროტება იყო, ეს ცალკე საკითხია, რა თქმა უნდა, მარტო საბჭოთა კავშირს არ გაუმარჯვია, იქ რო კიდევ უამრავი ქვეყანა სხვა, ამერიკის შეერთებული შტატები, ინგლისი, ფრანგები იყვნენ, უამრავი ადამიანი მონაწილეობდა ამაში. სოფლიოვი ამიტომაც იყო და დამარცხდა ნაციზმი, დამარცხდა როგორც იდეოლოგია ასე, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნაცისტური, რასისტული იდეოლოგია. ეს არის ისტორიული მომენტი. მაგრამ ჩვენს სიტუაციაში ეხლა არის მნიშვნელოვანი გაცილებით სხვა რაღაცა, იცით? კი ბატონო, აღნიშნავს დაუშვათ ევროპაში ეს აღინიშნება 8-ში ნაციზმზე გამარჯვების. 66 წელია ეს არის ტრადიციად ჩამოყალიბებული. ეხლა ეს ტრადიცია რატო ვინ იცის რატო დააშვა? თქვენ მონედი ვეტერანებიდან რამდენმა იცის ეხლა რატო ასე იყო თუ ისე იყო. ეს ტრადიციულად აღინიშნება 9 მაისს. 66 წელია ეს ადამიანები ასე აღნიშნავენ. ეს არის დამკვიდრებული ცნობიერებაში, უბრალოდ ცნობიერებაში და თვითონ ვეტერანების ცნობიერებაში. ცოცხლები არიან ეს ადამიანები, ორი სამიკაცია, ცოცხალი დარჩენის საშუალო ასაკია 85 წელი. ეხლა რამდენი წელი უნდა თქვა, ბატონო, თქვენ რომ იცით რა, ეხლა ჩვენ პატივისცემთ იმ ხალხსა და გულს არ ვადგენთ, რო ეტყვით, რომ 9-ში კი არა, 8-ში უნდა გადმოვიტანოდო. აბსოლუტურად დარწმუნებული ბრძანდებოდით, რომ ამას ყველა აღიქვებს შეურაცხყოფად და ხელყოფად რაღაცა იმ საკრალური თარიღის, რომელიც ეს ადამიანები ინახავენ ამ დღისთვის ემზადებიან, მოდიან, მე ხვდებიან ერთმანეთს, ეხლა რამდენი დარჩენ რომ შეხვდნენ, არა? და რატო უნდა დააყენო ეს საკითხი საერთოდ? რატო ხა იმდენი პატივისცემა არა გაქვს ელემენტარულად კი ბატონო ისე ხა სამართლიან ომში იბრძოდა უსამართლო ომში იბრძოდა ერთ წუთით გადავდოთ ჩვენ მამებზია ლაპარაკი მამაჩემი ომის ვეტერანი იყო თვალდაჯორის და ისეთი თელი ცხოვრება ანუ პატივისცემა ისტორიულ ნაწილზე უფრო მაღლა დგას თქვენ ამის თქმა ელემენტარულად საკუთარ წინაპრებს ადამიანებს ბაბუებს ბებიებს უნდა სცემდე პატივს იმდენად მაინც მით უმეტეს ცოცხლები რო ყავს და 300,000 კაცი დაგეღუპება ომში 300,000 კი ბატონო იქ დამხარეს ვინც იბრძოდა და უშუალოდ გასილებით ნაკლები იყო მაგრამ ისინიც საქართველოსთვის ფიქრობდნენ და ესეც ასე ფიქრობდნენ რომ ასე თქვა ქვეყნისთვის იბრძოდნენ და თავს დებდნენ შვილებისთვის ასე ფიქრობდნენ ზღაპი ამისთვის იყო წასული 700,000 კაცი რო წავა და 300,000 მსხვერპლი გეყოლება ყველაზე დიდი მსხვერპლი გვაქვს პროცენტულად იმ ხალხისგან შემორჩენილია რაღაც ძალიან ცოტა დღეს ხანებოდ რა ხალხს თავი ნერვებს ნუში ელემენტარულად რა არის ეს უბედურება არის მართლა არ მესმის რა საჭიროა საერთოდ ამ საკითხის დასმა ისტორიის მოდით რა გავა ერთი 20 წელი არ არის ეს ისტორიული საკითხი ისეთი რომ რაღაცა იყოს საშინელი განმარტება პრინციპული საკითხი თუ არა მესამე ასპექტზე არის ეს არ არის პრინციპული საკითხი ისე ჯერ როგორც გითხარით 9-ში და შეიძლება მეორე წელი კაცო არის ეს ხალხი ცოცხალი აგერ რა გინდა დამეტყვია აზერტი მაინც და მაინც ეგაუნები არა 9-ში კი არა 8-ში გადმოგიტანე აი რატომ უნდა მოგივიდეს საერთოდ თავში ეს მე ეს არ მესმის გავა 10 წელი 20 წელი მე იმჟელი როცა აღარ იქნება რუსეთმა მოგვახვია თავსა ბატონო დავე რუსეთმა მოგვახვია კი არა საერთოდ ჩვენ მე მეკითხებოდა მაშინ რაიმე საერთოდ არ აღწევოდი როგორც სახელმწიფო ხო დიახ სწორედ უბედურება ხო არა დავანებოთ ამასთან ხალხის მეხსიერებაში როგორ არის დარჩენილი როგორ არის დარჩენილი იმ ადამიანების მეხსიერებაში რომლებიც იქ მონაწილეობენ ეს არის მნიშვნელოვანი თქვენ ამ ადამიანებზე უფრო მეტად ის გაინტერესებთ იქ რაღაცა სიტყვაზე შვედეთში როგორ აღინიშნება ეს სხვა საქმეა აბსოლუტურად და მესამე კიდევ დავარი საერთოდ რა საჭირო იყო ამ თემის სამოწევა ეხლა ასეთი უბედურება ასეთ ძიმეთ სიტუაციაში ქვეყანა ეკონომიკურად ინფლაცია 1000 პრობლემები ეხლა იმაზე უნდა ვარჩიოთ ეხლა 8-ში უნდა იყოს 9-ში უნდა იყოს თარიღმა მოიკანა ალბათ ხო ხო და ხო იყოს ეს 9-ში იყოს ეს 9 არაფერი არ შავდება ამით გავა პერიოდი დიახ გავა პერიოდი გავა რაღაცა დრო და მე შეიძლება თუ ეხლა მოვა ისეთი სიტუაცია რომ რაღაცნაირად მოსახლეობის უმეტესობა და საზოგადოების უმეტესობა ჩათulis რომ 9-ში კი არა 8-ში უნდა იყოს და ეს უფრო შეგვეფერება ჩვენ არის სხვა საქმეა მაგრამ ეს მე მგონი ესაკეთ საერთოდ არ უნდა იდგეს რა ვიცი ბატონ ლევან რატო ეს საკითხი პრინციპულად დგას გამოდენიმე ესე ყველა საკითხზე ვეცდები გავცებ იმდენობით პასუხი ჩემი მოსაზრება გამოთქვა ერთი ის რომ ამდენი ხნის განმავლობაში არავინ არაფერს არ გვეკითხებოდა და ისე ხდებოდა როგორც მოსკოვი გადაწყვეტა ეს სულაც არ ნიშნავს იმას და ამაში კატეგორიულად ვერ დავეთანხმები რომ ასეთ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ჩვენ ცხოვრება ჩვენ თუ ვართ სუვერენული ქვეყანა ჩვენ გვაქვს გამოხატვის და ისტორიის თუ შეიძლება რეფერად მივალ მაქამდეს და ამიტომ თუ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა უნდა აღვადგინოთ ისტორიული სამართლიანობა ერთი შეხედვით შეიძლება თქვენთვის ეს უნიშნელოა მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრისთვის კიდევ არ არის ამ თარიღების გაყალბება და შეცვლა არასწორი დამახინჯებული ესე რომ დღემდე მოვიტანოთ და მერე გადავიტანოთ. ესე ძალიან სუბიექტურია, არა დღეს და არამედ 10 წლის შემდეგ. რაც შეეხება უпроსტაობას, კიდევ ვიმეორებ, არავის მათთვის გულის ტკივილის მიყენება არ უნდა, საერთოდ თარიღის იგნორირება და უგულებელყოფა არავის არ უნდა, მაგრამ ერთი დღით გადმოტანაზეა საუბარი, ისე როგორც უმრავლეს ქვეყნები ევროპაში აღნიშნავენ.
სწორედ ის, როდესაც მოხდა რატიფიცირება კაპიტულაციის ბერლინში და ეს იყო 9 მაისს, ისა უკაცრავად 8 მაისს, ამიტომ აღინიშნება 8 მაისს. რაც შეეხება იმას, თუ თქვენ გინდათ რომ მათ გული არ ატკინოთ, მაშინ თქვენ უნდა გამოხატოთ დიდი ღრმა პატივისცემა, იმიტომ 100% იმ ადამიანების, ვეტერანების, ვინც არის დარჩენილი, სრულიად დარწმუნებით ვამბობ მე 100% და ღმერთმა ქნასო დიდხანს იყვნენ კიდე არიან სტალინის კულტის მომხრე. მაშინ თქვენც უნდა აღიაროთ და პატივი უნდა მიაგოთ სტალინის კულტს. ასრულელია უკაცრავად. ჯედი საიდან მოგაქ თუ არია? მამაჯები იყო მაგალითად ვეტერანი და სულ არ იყო სტალინის კულტის. მე გეუბნებით, უმრავლესობა. თქვენ თუ გაქვთ მას 100%-ო მითხარი და გეუბნები ერთს. მამა თქვენის მიხედვით არ ვიცი. აღარ ვიცი, მე ვიცი ეს კიდე. შეიძლება ვიღაცა არის. მე გეუბნებით, უმრავლესობა, უდიდესი ნაწილი შეიძლება იქ 80 არა. ეს არის ერთ მთლიანობაში განიხილება. ძემბაბედის მოსმენაც უყვარს. 9 მაისი სტალინი როგორც ომის ასე ვთქვათ მომგები და დამამარცხებელი გერმანული ნაციზმის ეს ყველაფერი ერთ მთლიანობაში განიხილება. მაშინ თქვენც უნდა აღიაროთ და მაშინ აღიარებთ თქვენ ასევე რომ სტალინის კულტი ასე ვთქვათ და სტალინი როგორც ლიდერი ამ სიტუაციაში. რა გინდა თქვა და 9 მაისს ვიძაღნიშნავ სტალინისტია თუ რა გინდა და რომ მითხრათ ვერ გავიგე. არა, მე გეუბნებით იმას რაც არის რეალობა. რა არის რეალობა? თუ გამოდიხართ იქიდან ვის რა ეს სიამოვნებად იმის მიხედვით უნდა სიამოვნებაზე არ არის თქვენ როგორ არა თქვენ მაგას ლაპარაკობთ ახლა არა ბატონო ჩემ მოდით დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი არა თქვენ თუ გინდათ რომ მათ ასიამოვნოთ მაშინ უნდა აღიაროთ ეს ფაქტიც არა არა ეს სასაცილოა იმიტომ რომ აქ არ არის ლაპარაკი ვის რა სიამოვნები აგარ ლაპარაკიდან გამოდიხართ იმ თაობას ეს სიამოვნება იმ რომ მიჩვეულია ამდენი ათეული წელია 9 მაისს აღნიშნავს და საჭირო არის კვლავ გავაგრძელოთ ასიამოვნოთ დავაცადოთ მოვიცადოთ 5-10 წელი და მე თქვენ რასაც ბრძანებთ იმას ვიმეორებ ზუსტად მე მაგრამ ამ ადამიანებს თუ ესეთი ვთქვათ უკაცრავად ამ ადამიანებს იცით რა შეასახა უნდა აუკრძალონ მე მგონია რომ ბატონმა დავითმა იცის ეს მე რატომღაც მეგონა ხე რამდენად ზედმიწევნით არ ვიცი მაგრამ ალბათ იმედი მქონდა რომ წარმოდგენა ქონდა რომ საბჭოთა ისტორია მთლიანად გაყალბებაზეა აგებული მთლიანად ისტორიოგრაფია ისტორიკოსები ეს არ ვიცი ახლა პროცენტობაში შეიძლება შევამედავოს მაგრამ გეუბნებით ერთი რო წარმოვიდგინოთ მასშტაბში დანაშაულის ადგილი რომელიც არის შემოკავებული სანამ მოვლენ კრიმინალისტები და გამოიძიებენ რა დაახლოებით ანალოგიურად არის მთელი საბჭოთა ისტორია შემოკავებული და აკრძალული ისტორიკოსებით ტაბუირებული დახურულია და გრიფით საიდუმლო არის ეს არის უკვე 72 წელი გრძელდება იმიტომ რომ არის შეიძლება დავამთავრო 72 წელია არ არსებობს ისტორიაში პრეცედენტი და არ არსებობს ქვეყანა რომელსაც ასეთი ხანგრძლივობის გრიფი ჰქონდეს დადებული სწორედ იმიტომ რომ არის ანალოგიური სიყალბეები თარიღებს შორის განსხვავება, როლი ვინ რა გააკეთა. საერთოდ ტაბუირებულია ის თემა, რომ თქვათ სტალინი და უფრო მეტი როლი ჰქონდა და უფრო მეტი დამნაშავე იყო. რისხობრივად რამდენი ხალხი დაიხოცა მაშინ არა. ეს არის ერთ მთლიანობაში განსახილველი საკითხი. ჩვენ თუ გინდა ამოგლეჯილად ისე დავტოვოთ და ვასიამოვნოთ, რომ იცით რა ეს ხალხი ათეული წლები ასე ზეიმობს და ეხლა მათ არ ვაწყენინოთ, არა? ეს მე მგონი არ შეიძლება. ძალიან სასაცილოა მართლა. სკოლაში ხო გისწავლიან ბატონო, საბჭოთა სკოლაში. იქ შავი თეთრზე ეწერა ისტორიის სახელმძღვანელოში, რომ კაპიტულაცია შედგა 8 მაისს. იქ აწაზე ეს კი არ დამალულა. ეხლა რო ლაპარაკობთ საბჭოთა ის აყალბებდა ეს არავის არ გაუყალბებია და ეს ცნობილი ფაქტია. ეს ყველამ ვიცოდით რომ 8 მაისში იყო კაპიტულაციის ისა და 9 მაისს გამარჯვების დღეს რო აღნიშნავდა სტალინი. ეს რატო აღნიშნავდა 9 მაისს? ამაზე რა მნიშვნელობა აქვს მეტყვი? როგორ გეკითხა? მე გეუბნებით რომ აქვს მნიშვნელობა და ამაშია ჩვენ შორის განსხვავება. გითხარით რა ისთვისაც არის თუ ვერ გაიგეთ კიდე გაგიმეორებ თუ კიდე რაღაცა იყო იქ რაღაცა საჭი განსხვავება მეორე შვილის იყო. რატო იყო რატო? რვაში იყო კაპიტულაცია. ზანეთ რომ რვაში იყო ნაციზმის დამარცხების დღე თურმე და 9-ში ყოფილა საბჭოთა კავშირის დანარჩენ სოფლიოზე გამარჯვების დღე. ეს რაღაც გაუგებარი. იმიტომ რომ აი ესე დაარქვა ზუსტად მაშინდელმა ის დაარქვა დავანებოთ თავი ამას მაგრამ დაარქვა აქ იმას კი არა ლაპარაკი რა სიამოვნება იმეტერ თქვენ ბრძანეთ ზუსტად მას რომ მათ გული არ ვატკინოთ მაგაზია ააგეთ თქვენ საუბარი ზუსტად არა ვერ გაგიგიათ ეთქვა ვერ ამბზანე და უკაცრავად რომ სიამოვნებდა მათაც რო ვიზრუნოთ მე მგონი ეს არის ჩვენ კულტურაზე თქვენი ჩემი ჩვენი თაობის უცროსი თაობის კულტურის ამბავია ჩვენი დამოკიდებულების ამბავია თორე იმათ თავიანთი ცხოვრება უკვე იცხოვრეთ და აქ ასე არ არის ეხლა იმათ სიამოვნებაზე კი არა ლაპარაკი შენ თავს უნდა წემდე პატივს რომ ამას არ შეეხო
არ შეეხო უფროსი ადამიანების ერთი რაღაც საკარაული რაღაცა რო დარჩენია, ამდენი უნდა ესწროდეს ადამიანს. ეხლა მე არ ვიცი ეხლა თქვენ თვლით რომ სიყალბეს თუ აღიარებთ და გავაგრძელებთ სიყალბის ცხოვრებას, ეს იქნება თავის პატივისცემა? ჩერეთი ეს არ არის სიყალბე, იმიტომ რომ 66 წელი. მეგეუბნებით რომ სიყალბე. საერთოდ მეუბნებით ეს რა ნიშნავს? ხანგრძლივობა სიყალბეს არ გამორიცხავს. ას ნიშნავს ხანგრძლივობა არ გამორიცხავს? 66 წელია, ასე ეს ხომ არ არის არგუმენტი რა. 12 ნახევარზე დაიწერა ხელშეკრულების რა ქვია, კაპიტულაცია თუ 9-ში რაღაც მეორე დღეს. ეს რა დიდი განსხვავება 5-ში რო აღნიშნავს. ჰოლანდია ნაციზმზე გამარჯვებას რა, სიყალბეა, ჰოლანდიელები ყალბად აღნიშნავენ. ისრაელში, ასევე 9-ში აღნიშნავენ. სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც გვაქვს მისწრაფება ვიცხოვროთ იმ ცხოვრების წესი და იმ ქვეყნებთან ერთად მიმართებაში, რომლებსაც აქვს ევროპული ღირებულებები. ევროპა რა შუაში ევროკავშირში შევალთ ეხლა ამით რომ რაში გადმოვიდათ არა რა გინდათ ეხლა მაგის უტრირება ეხლა თქვენ ეუბნებით ისრაელში აღინიშნება 9-ში მაგალითად თქვენ თუ გინდათ რომ კომიკური გახადოთ ეს თემა ეს სხვა საქმეა რა არა თუ გინდათ რომ გახადოთ თქვენ ცდილობთ რომ ეს სასაცილო ამაზე სერიოზული მსჯელობა მე არ უდგები ამას აბსოლუტურად ესეთ ისრაელში მაგალითად ასე 9-ში აღინიშნება ისრაელი არ არის მე მგონი ეხლა კომუნისტური სახელმწიფო არა ტრადიციას უდიდესი მნიშვნელობა როგორ გაგებინოთ ეხლა ძალიან მარტივია გაყალბებულია ბატონო არ არის ეს ისეთი რაღაც ისეთი ეხლა ეს რო იყოს ის რა სიტყვაზე რომ ხტარიყო მაისში აღნიშნული იყო იანვარში აიქნებოდა გაყალბება ორი კვირის მერე კარგით გადაცემაში ასია ლაპარაკი ერთი დღით გასაგებია რომ დავეთანხმეთ ანიმაჩო კი ბატონო შეიძლება რაღაც უნდოდა თავის დროზე სტალინის რო ყოფილიყო გამორჩეული ეს მომენტი რაღაც დანარჩენი ევროპის გაყოფის მომენტი ჩვენ ვანგრევთ სტალინის კულტს ბატონო ეს ამით სტალინის კულტი კი არ ინგრევა ამით ჩვენ ელემენტარულად არაფერს არ ვცვლით იმისთვის, ვისთვისაც ეს არაფერი არ არის, მაგრამ იმ ხალხისთვის, ვისთვისაც ეს არის რაღაც ელემენტარულად, შენ თვითონ არ უნდა შენ თავს პატივი იმდენად, რომ სანამ არსებობს ეს ვეტერანები, სანამ არის ეს ხალხი, რაღაცნაირად სანამ ეს მათთვის ძვირფასია, რაღაცნაირად შენ თავს უნდა პატივი. მე არ ლაპარაკობ რომ იმათ რაც უნდა და იმათ თქვაზე აკეთო ყველაფერი. შენ თავს უნდა პატივი, კაცო, შენ ეს რა ბატონო დავით, რა სიტყვა ვეტერანები ისეთ რომ აჭკვაზე იაროს ხელისუფლება. ისეთი, ხო და მაგას ვამბობ რა, ისეთი ელემენტარული რაღაცაზე არ უნდა გვიხდებოდეს საერთოდ. კარგი, წელი რადგან ასე 66 წელი რადგან ასე თქვენ წადით ეხლა მიდი და მხარ ბატონო ლევან ბატონო დავით 66 წელი თუ ასე იყო ეს ნიშნავს რომ თუ ასე გავაგრძელებთ თავს პატივს კარგი 2008 წლის შემდეგ რა იყო მოდით ამაზე ვისაუბროთ გადაცემაში რეკლამის დრო აღოთ რეკლამა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ დავბრუნდეთ დაგველოდეთ ჩვენ დავბრუნდებით მაშინ ასე თქვენ უყურებთ არგუმენტებს ჩვენ საუბრობთ 9 მაისზე 8 მაისზე ფაშიზმზე გამარჯვებაზე და სტუდიის სტუმრები არიან ლევან ჩოლოყაშვილი დავით ზურაბიშვილი ბატონ ლევან მე ერთ კითხვას დაგისვამ ეს მოსაზრება 8 მაისთან დაკავშირებით ყოველ შემთხვევაში საჯაროდ გაჟღერდა ბოლო 1 წელი ამაზე მიმდინარეობს საუბარი 2003 წლიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ თავისუფლად შეიძლებოდა ამ შეცდომის თუ ვთქვათ ეს გაყალბებული ისტორიის გამოსწორება მაგრამ 2008 წლამდე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. ხომ არ უკავშირდება ეს იმ კამპანიას, რომელიც კამპანიას არა უფრო სწორად ესე რომ ვთქვათ, მდგომარეობას, რომელიც შემდეგ ომის შემდგომ დადგა ჩვენს ქვეყანაში. ეს არის იმის გაგრძელება თუ არა? მე არ ვიტყოდი, აგერ ბრალდებათ არის რომ კიდე 5-10 წელი მოგვეცადაო, ასე რომ მაშინ რო ყოფილიყო ალბათ კიდე უფრო მკერნეული იქნებოდა, ხო, ნუ მithmetes 25 რა. არავითარ კამპანიას არ უკავშირდება, აქ რაღაც მიზეზშედეგობრივი კავშირის ძებნა სულაც არ არის აუცილებელი. მაგრამ აქ ყოველ შემთხვევაში არ იყო ამაზე საუბარი. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ახლა ამაზე არაფერი მე მგონი რამე ის არ არის, მაგრამ რაღაც კავშირების მოძებნა ამასთან დაკავშირებით. ომი არ არის კავშირი 2008 წლის ომი არ არის რაიმე 2008 წლის ომი რაღაც გარკვეულწილად რაღაცის კატალიზატორი თავისთავად იყო, რა თქმა უნდა, იყო გარკვეული გამოფხიზლება, ასე ვთქვათ, გადაიხედა რაღაცები, ეს თავისთავად, მაგრამ ისეთ პირდაპირი კავშირი, რომ ამასთან დავამყაროთ და რაღაც დავაკავშიროთ, მე მგონი ეს არ იქნებოდა მართებული. ეს არის ისეთი არც თუ ისე სპონტანურად წარმოშობილი იდეა, რომელიც მართალი ბრძანდებით თითქმის 1 წელია უკვე რაც ჩვენი ორგანიზაცია შეიქმნა, იქ არის პირველი განცხადება სწორედ თქვენი ორგანიზაციისგან მოდის და პირველი განაცხადი ეს იყო თქვენი ორგანიზაციის შემოსვლის შემდეგ. დიახ, იქ იყო სხვა თარიღებზეც საუბარი და არა მხოლოდ აი ეს მაინც და მაინც აქცენტი ამაზე, მაგრამ ნუ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ აღდგეს ის სამართლიანობა, როგორც არის ისტორიაში სინამდვილეში და ამაზე აგებული მე უკვე უფრო სწორი იქნება თუ გუშინდელ დღეს ისე შეაფასებ როგორ ობიექტურად ხვალინდელი და მომდენო დღეები უფრო ჯანსაღი და
მართალი გამოვა ყველა მიმართებაში. აი ეს იყო მთავარი. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა აქცენტი ამასთან დაკავშირებით ბატონ ლევან, რომ ეს რუსების მიერ შემოტანილი თარიღი, რომლებიც სოფლიოსგან განსხვავებულად სეპარატისტულად აღნიშნავდნენ ამ თარიღს. ეს ასია და აი რატომ გვინდა რომ ამას ანუ მაინც ეს რაღაცა რუსებთან კავშირში არა მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მთელი დიპლომატიური კორპუსი, ყველა საელჩოები რომელიც არის, მივიდა 8 მაისში. ეს ამას აქვს ობიექტური მიზეზი, ხომ გეუბნებით და ახლა თუ გვინდა რომ რაღაცა ამას პატივი მივაგოთ, კიდე რაღაცეები ავაგოთ ამაზე, არის ისტორიული სამართლიანობა და არის ობიექტური რეალობა, ხო და არის კიდე რაღაცეები, რადგან გვინდა რომ რაღაცნაირად განვავიდეთ. საქართველოს დამოუკიდებლობის თქვენი აზრით 9 აპრილს უნდა აღინიშნებოდეს თუ 26 მაისს? ნუ ეს საკამათო საკითხია და ამასთან არავითარ კავშირში არა ძალიან დიდ კავშირშია. თუ თქვენ კი ასე ფუკვალურად გინდათ რომ გინდა თუ არა რვაში იყოს, იმიტომ რომ მაშინ მოეწერა კაპიტულაციას. საქართველოს დამოუკიდებლობის 26 მაისი ეს არის წმინდა ტრადიციის და სიმბოლიკის ამბავი. რეალურად ჩვენ დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველო გამოცხადდა რა თქმა უნდა 9 აპრილს. სვიად გამსახურდია გამოაცხადა 9 აპრილს დამოუკიდებლობა. ამაზე არა აქვს პროტესტი. კარგი, თქვენ რას მაინც და მაინც 8-ში კი რა 9-ში კი რა 8-ში. რატო გონიათ არა გვაქვს მაგაზე პროტესტი, რატო ეს თქვენ დააყენეთ ეს საკითხი, რატო არ აყენეთ ეს საკითხი? თავის დრო და თავის დრო რა ვიგიშლით. არა, ვიშლით ახლა თქვენ როგორ შეგვიშლით ახლა? ჩვენი მოსაზრება შეიძლება გქონდეს და ეს ძალიან საინტერესო საკითხია, მაგაზეც ვისაუბრებთ ამიტომ აქ არ არის პრობლემა ეს. მართლა რაში იყო თუ ცხრაში. ეს არის აი რა ვიცი, პრიმიტიული ჩემის აზრით, ძალიან პრიმიტიული გამოვლინება, აი ვითომ ევროპული ორიენტაციის და პროდასავლური ორიენტაციის. ამ თარიღმა შეიძლება რაიმე გამოავლინოს, თქვენ ასე რა შეიძლება ვიღაცამ ჩათვალა რომ ამით, ესე იგი რაღაცაა ჩვენ სოფლიოს თვალში წავსდგებით უფრო პროდასავლურები და პროგრესულები თუ რაღაცა საბჭოთა მემკვიდრეობისგან უფრო გამიჯნულები, ну აი ასეთ ძალიან პრიმიტიული ლოგიკის დაყოფია მხოლოდ. და როდესაც არ ითვალისწინებ ამის ირონიზირება. არა, ირონიზირება ამიტომ სასაცილოა ამაზე ლაპარაკი. ხო გეუბნებით. ვერ გახდები. ვიცი ახლა თქვენ რომ ამით იქნება თუ 7 მაისს ირონიზირებით არაფერი არ გამოვა. ამით უფრო გულსატკენი არის. მე იმედი მაქვს ხალხისთვის, ვისაც თქვენ ერთი შეხედვით ვითომ გული შეგტკივათ. არა, ერთი შეხედვით ასე თქვი, ერთი შეხედვით. აბა ახლა როგორ შეიძლება ესე თქვენ ამდენი ირონიით ამ თემაზე ილაპარაკოთ, არა მე გეუბნებით არგუმენტირებულად, არა მხოლოდ თქვენ გეტყვით, არამედ იმ ირონიით არ ლაპარაკობ, მაცალად დამსახურებულ ადამიანებს სერიოზულად გეუბნებით, არის უპრიმიტიული ციპი არის ეს. ამ დამსახურებულ ადამიანებს ისევე შეიძლება აუხსნათ და გავაგებინოთ რა და გარკვეულმა ნაწილმა იცის კიდევაც ამის შესახებ და აქვს არიან იქ ადამიანები, რომლებსაც ამაზე აქვს სწორი წარმოდგენა სხვა შორის. როგორი? როგორც იყო ისტორიული სინამდვილე, აი ბატონი დავითის მამა ყოფილა ასეთ თუ ეს კი ისტორიული სინამდვილე თუ ჩემი მაცხონოს და არ არის ამ ქვეყანაზე ეს ერთი, მაგრამ მეორე ძეთი რომ წופილიყო არ მგონია. ეს 9 მაისი სხვა რაღაცაა ხალხისთვის. სხვა რაღაცა არის. იმის და მიუხედავად ვიღაცა იქ სტალინისტია, არასტალინისტია, ასე უყურებს ეს ხელისუფლება მოწონს, არ მოწონს, იქ გამსახურდია ეს ხელისუფლება მოწონდა თუ შევარდნაძე მოწონდა, არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ამ ადამიანისთვის, ვინც მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო, თავის ყავზე გაიარა გიომა ადამიანმა და ის იყო აბსოლუტურად დარწმუნებული რომ უნდა თავის შვილებისთვის 300,000 კაცი ყავს დაუყურე სოფლიოში ყველაზე დიდი მსხვერპლი გვაქვს გაგებული პროცენტი. დიახ, ამ ადამიანებს ასე ამაში ანგარიში კი უნდა გაუწიო. და თქვენ თulit რომ სწორებოდა რომ იცავდა იმ რეჟიმს. ამას თავი დავანებოთ ერთი. როგორ უნდა დავანებოთ? ეს ერთწლიანი ასე ამოგლეჯილად როგორ შეიძლება კონტექსტი. მაგრამ უნდა იქნება ბოდიში უკაცრავად და ჰიტლერის ხელისუფლება დამდგარი იყო თქვენი აზრით თუ როგორ უნდა იქნება ეს? ძალიან ბევრი ადამიანი ტოტალიტარის, საბჭოთა ტოტალიტარის ებრძოდა იქიდან მხრიდან. არ იქიდან ისინი ებრძოდნენ კარგი ბიჭები იყვნენ, იმიტომ რომ მე რა რომ ჰიტლერთან იბრძოდნენ და ესენი ბატონებო, ეხლა დღეს 21 საუკუნე 2011 წელია. ვის მხარეს უნდა ყოფილიყვნენ ქართველები ახლა დღეს გახადოთ კომიკურად რა, ეს თუ გნებავთ რომ გახადოთ ესე, მაშინ არ გამოვა სერიოზული საუბარი. თქვენ მეუბნებით რომ ისინი საქართველოს იბრძოდნენ, ესენი არ იბრძოდნენ რა არის? ისინი იბრძოდნენ იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელმაც რომელმაც უფრო მეტი ზარალი მოუტანა ადამიანებს და ჩვენ მოსახლეობას, კერძოდ საქართველოს ვიდრე ჰიტლერულმა რეჟიმმა. ბატონებო, ეს ჩვენი ისტორია, რა უნდა ვუყოთ ამ ისტორიას მაშინ? გადავწეროთ ეს? ეს ხო ჩვენი ისტორია, ასე თუ ისე. თავის სახე რა უნდა გადავწეროთ? ანუ რა უნდა დავარქვათ ამ შემთხვევაში? მაშინ თქვენ როგორც მოდის. მე არ გასაკთავაზოთ გეკითხებით, ანუ რა უნდა დავარქვათ? ორი ვარიანტია, ხო? ან უნდა წამოვიდეს ისე როგორც იყო, ბატონ დავითს როგორც მოწონს სკოლის სახელმძღვანელოებში გვისწავლიაო და ისე გავაგრძელოთ სწავლა და ვასწავლოთ ჩვენ შვილებს და შემდგომ შთამომავლობას. ყველაფერი აბსოლუტურად. ჯერ მე რაც გითხარით ის თქვენ რა ეწერას თქვენ მაგალითად მოიყვანეთ სკოლის სახელმძღვანელოს. სკოლის სახელმძღვანელოში ეწერა, ამაისი მეთქი გითხარით. საბჭოთა სკოლის სახელმძღვანელოს რომ მოიყვანთ მაგალითად, ხო? ნუ იქ რაღაცა უნდა გავაგრძელოთ საუბარი ახლა.
არა, ყველაფერი ნებისმიერი რაღაც. გესმით ვერას ლაპარაკობ თუ ვერ იგებ. მე რომ მესმის ზუსტად იმას გეუბნებით. თქვენ არგუმენტად მოიყვანეთ საბჭოთა სკოლის სახელმძღვანელოებთან. თუ გავაგრძელებთ ამ არგუმენტებს, მე თქვენ კარგი, მაშინ რაღაცა კონკრეტული უკაცრავად ბატონებო. აბა სამბო, საბჭოთა ეწერა 8 მაისის კაპიტულაცია თქო და არ ეწერა საბჭოთა თქვენ თუ არგუმენტირებულად მოიყვანთ საბჭოთა სახელმძღვანელოში 8 მაისი ეწერა თუ არა? 8 მაისი 9 მაისი რატომ იყო შემოღებული? მე მაინტერესებს. იგივე საბჭოთა სახელმძღვანელოში ეწერა. არა, მე გეუბნებით გაგრძელებას იმ თქვენი პასუხის. იგივე სახელმძღვანელოში 9 მაისი რო ეწერა და დღემდე ასე მოვიდა. მიზეზი შეგიძლიათ ამიხსნათ ამ 9 მაისის. და არის თუ არა ეს ობიექტური. ხელახლა წამოვიდეთ იქიდან. არა, საიდანაც გინდა წამოვიდეთ. თემა ეგ არის. ბატონებო, ბატონ ლევან, დაუშვათ უახლოეს მომავალში, არ ვიცი ახლა როგორ განვითარდება მოვლენები, დადგა კი ბატონო დღის ეს რიგში, რომ გადავცვალოთ 9 მაისი 8 მაისად გადავაკეთოთ და ასე შემდეგ. ეს რას ცვლის? შეგიძლიათ მითხრათ? ეს აღადგენს ისტორიულ სამართლიანობას. არიქ. აღდგება ისტორიული სამართლიანობა, აღშენდებით შევალთ ევროპაში. თუ რა სვიზათ, რა ისტორიული სამართლიანობას ერთად. ევროპაში შესვლა შეიძლება იყოს. თქვენ რა ვიცი, ნუ თუ ამდენად ახლა არასერიოზულად უდგებით, მართლა გონია. გითხრას რა იქნება? 100 წელიწადი რო იყოს 9 მაისი. ბატონ დავით, არ გაინტერესებს რა შეცვლის? რო იყოს 9 მაისი. არავით არ მნიშვნელობა არ აქვს იმისთვის, რომ ჩვენ ახლა ისტორიულ სამართლიანობას არ აქვს მნიშვნელობა არ არის ეს ისეთი არსებითი ხასიათის განსხვავება. არსებითი რა არის თქვენი აზრით? არსებითი ხასიათია 9 აპრილი და 26 მაისი, მაგალითად. ეს უფრო არსებითია სიტყვაზე. თუ გაინტერესებს. ეგ თქვენ თუ ეგ. არა, ჩემთვის არ არის, სუბიექტური აზრი. არა, ჩემი სუბიექტური აზრი კაცო. თქვენ რატო ფიქრობთ? თქვენთვის რაც არის? ერთ დღესა და თვენახევარშორის ვერ ხედავთ განსხვავებას? ერთ 2 საათსა და თვენახევარშორის განსხვავება არ არის? თუ როგორ როგორ მნიშვნელობა აქვს დღეში იქნება. და ისე მოგიდი 1918 წელს მიგაჩნიათ თქვენ რა? ასე ქვია, დასო რამე მე. რატო არის 9 მაისის არსებობა? შეგიძლიათ ამიხსნათ? თუ არა აქვს მნიშვნელობა, ამიხსენით განაცემის დასაწყისში ძალიან დეტალურად ვილაპარაკე ამას. არა, ძალიან მოკლედ დეტალურად. და ხელახლა მას გამომეორებიათ რა, თქვენ თქვენ მისი შინაარსი. ობიექტური შინაარსი. ასტიშას ობიექტური შინაარსი არაფერს არ არის. საიდან მოდის? რა არის 9 მაისის თარიღი? რას წარმოადგენს? მითხარით მე. 9 მაისის თარიღი ჩვენთან, ჩვენ სახელმწიფოში, საქართველოში, დღევანდელ სახელმწიფოში, სხვადასხვა დღევანდელი ხელისუფლების მიერ, რომელიც მე არ მომწონს და კონტროლებას მოწონს, აღინიშნება როგორც ნაციზმზე გამარჯვების დღე. ასია. ანუ სხვაგან შეიძლება აღინიშნოს შემოიღო ჩვენმა ხელისუფლებამ, არა? ეს რამდენადაც მე ვიცი შემოღებულია ჯერ კიდევ შევარდნაძის, მაგრამ იგივე ამ ხელისუფლების დროსაც ეს აქამდე ასე იყო. და ყოფილა გვინდა შეცვლა ამისი, ეს მეგაცნიათ რომ ეს არის არ უნდა იყოს დანაშაულებრივი თმედება? არ უნდა იყოს ეს დღე და გადავიტანოთ მაინც და მაინც ერთი დღით უკან, ეს არის, ნუ არ ვიცი ახლა მითხარ, ძალიან პრიმიტიული. ერთი დღით უკან გადატანაზე არ არის საუბარი. ისევ გაგრძელებთ ამის ირონიზირებას და ამით არაფერი არ არის. ღირსება გემატებათ თქვენ ამასთან და არც პატივს მიაგებთ ის ვითომ პატივი გინდათ იმ ხალხს. ის ხალხი თვითონ გადაწყვეტს რა, თქვენ მიაგებთ იმ პატივს. თქვენ წვედავთ იმათ მაგივრად, თქვენ წვიდავთ იმათ მაგივრად. როგორ არა რამდენჯერმე თქვით, რომ ეს ხალხი არის? მე ძალიან დიდი ის ხალხი არის დასაფასებელი და იმ ადამიანებს უნდა ვკითხოთ აზრი ბატონ ლევან, თქვენ როგორ ფიქრობთ თარიღის გადანაცვლებასთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ თურმე ეს ადამიანები სტალინის კულტს აღმერთებენ. მე რას თქმა უნდა, არა მხოლოდ იმ ადამიანებს, უფრო ახალგაზრდა თაობას, ჩემ თაობას, უფროს თაობას, იმ ადამიანებსაც ყველა შეგიძლიათ. ანუ საზოგადოებრივი აზრი უნდა გამოვიკვლიოთ, ხო? მე გამოვრიცხავ იმას, არა, ამაზე რეფერენდუმის ჩატარება არ არის. მარტო ეს არ არის გასაკეთებელი, ამან ბევრი რაღაცაა, რომელიც ყალბათ მოდის აქამდე და ყველაფერზე უნდა გამოვიკვლიოთ, მაშინ და ყველაფერზე უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა. და ის რაც ტოტალიტარული რეჟიმმა დააწესა და მოიტანა აქამდე და 10-ული წლები და 60 წელი ასე მოვიდა, ეს სულაც არ ნიშნავს და ეს რბილად რო ვთქვა სასაცილოა და ეს არის სიმახინჯე, რომ ესე უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. და ის რატო წყვიტავს ბატონი დავითი, რომ 20-25 წლის მერე კიდე არა უშავსო. რა ნიშნით არის? 25 წლის მერე მსჯელობა ამაზე შეიძლება მეთქვა. ო, ეხლა რატო არ შეიძლება? ეხლა იმიტომ აქამდე საჭირო იყო. ეს არ არის. ეგ თქვენი აზრია და მე გეუბნებით, რომ აქამდეც უნდა ყოფილიყო მსჯელობა. მე საერთოდ ჩემს ვლაპარაკობს, სხვისას არ ვლაპარაკობ არასდროს. იმიტომ რომ არ არის ეს აქტუალური საკითხი. მაგრამ აქტუალურია იმ რაღაც ნაწილისთვის, იმ ვეტერანებისთვის აქტუალურია ძალიან იმისთვის მნიშვნელოვანი. ჩვენთვის ქვეყნისთვის არ არის ეს აქტუალური. არ არის აქტუალური. თქვენ გონიათ რომ არ არის აქტუალური. მე მგონია ასე გონიათ რომ არ არის აქტუალური. გამოკითხვა ჩავატარო და ყველასთვის აქტუალურია. გამოკითხვა არ მინდა. სამართლიანი თარიღი. როდის გითხარით? არ მინდათ მეთქი და გამოკითხვა არ მინდა. რატო იტყუებით ესე პროსა და როგორც ბატონმა ლევანმა უიტყუეთ. საზოგადოებრივი აზრი გამოვიკვლიოთ, ხო? ერთი და იგივეს ლაპარაკობთ რომ მივაგოთ იმ ხალხს პატივი და
ამის ირონიზირების პატივს არ მიაგებთ. ეხლა გეუბნებით. ვინც გინდა გამოგითხეთ, აგერ მკითხავთ მომხრე ხარ თუ არა, მომხრე ვარ, რა თქმა უნდა, ვისაც გინდა გითხეთ. როგორ შეიძლება მე შევზღუდო და თქვა, მე რომ მინდა, ან რაღაც ჩემი მეგობრების ჯგუფს უნდა გინდა თუ არა, ისე უნდა გადაწყდეს. უნდა კითხოთ, მაგრამ კითხვას გააჩნია როგორ დასვამ. თქვენ ინტერაქტიულ კითხვებს რო სვამთ ხოლმე, ცალსახად ეგ არის, როგორ იქნება, 9-ში იქნება თუ 8-ში. უნდა აღდგეს თუ არა ისტორიული სამართლიანობა. აი ეს უნდა დასვათ კითხვა. კითხვა უნდა და კითხვის დასმას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გასაგებია. ნუ ეხლა არ ვიცი ეხლა თქვენ აქ ეს თუ თქვენი გადაცემის ფორმატი თუ არის კომიკური რაღაც კარგი ბატონებო ჩვენი გადაცემის ფორმატი არის განსხვავებული აზრი ბატონო დავით ბატონ ლევან გადაცემაში ბატონო დავით კიდევ ერთი სარეკლამო ჭრაგბაქს და უნდა შევაჯამო ჩვენი გადაცემის თემა მე ანალოგიური კითხვით უნდა მიმართო გადაცემის ბოლოს უკვე ბატონ დავითს იგივე რუსეთის ფაქტორთან დაკავშირებით და გამოვეხმაურებთ იგივე საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას გადაცემაში რეკლამის დრო რეკლამის შემდეგ დაბრუნდებით დაგვალავთ ვენუყურებთ არგუმენტებს ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან ლევან ჩოლოყაშვილი, დავით ზურაბიშვილი, ჩვენ ვსაუბრობთ კოალიცია ევროპული საქართველოსთვის ინიციატივაზე, რომ აღვადგინოთ ისტორიული სინამდვილე და როგორ აღვადგინოთ ბატონ ლევან, თქვენ ამაზეც გექნებათ უკვე ნაფიქრი, რომ როგორ შეიძლება ეს აღდგეს. მე კიდევ ვიმეორებ. თუ კი ეს ჯერ მოდით ისტორიკოსებმა დაადასტურონ, ხო, რომ რამდენად ისტორიულ სინამდვილეს აღდგენას ევროპული ქვეყნები, რომლებიც ასევე გადაიარა ამ ძიმეობმა, აღნიშნავენ 8 მაისს. როგორც არის კაპიტულაცია, როცა გაფორმდა უშუალოდ ბერლინში და მოხდა მისი რატიფიცირება. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ 9 მაისი არის ხელოვნური თარიღი, სტალინის მიერ მოგონილი მისი იდეაფიქსი, ასეთი ბევრი ქონდა მას და მიგვაჩნია, რომ უნდა აღდგეს ისტორიული სამართლიანობა და უნდა ავიზეიმოთ ჩვენ ეს 8 მაისი, როგორც დანარჩენმა დიდმა ნაწილმა პროგრესული კაცობრიობის. კი ბატონო, ამით კიდევ ერთხელ მოვიცილებთ საბჭოთა დამღას, როგორც თქვით. არა, ამით აღგება ერთი დეტალი ისტორიული სამართლიანობის. არც თუ ისე უმნიშვნელო, როგორც ბატონი დავითი აღნიშნავს, რომ ამას არ აქვს მნიშვნელობა, გული არ ვატკინოთ ვინმეს და ასე შემდეგ. ის რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგეს, ეს ნიშნავს, რომ არ მოვატყუოთ მომავალი თაობა, არა მხოლოდ არ ვატკინოთ გული ვიღაცას, არამედ როდისღაც დავიწყოთ სიმართლის წერა და ისტორია გახდეს რეალური. ის რომ ეს ომი იყო, იქ ბევრი მომენტია იცით, რომ ეს არ არის დიდი სამამულო ომი, ასევე გულისსადგენი, ვინც ამაში მონაწილეობას ღებულობდა, იმიტომ რომ ჩვენთვის არ იყო ეს ნამდვილად საქართველოსთვის, საქართველო იყო ანექსირებული, როგორც ეხლა არის და როგორც მაშინ იქცეოდა რუსეთი. ჩვენ ტერიტორიაზე ჩვენს მიმართ 18 წლის ამბავი იყო მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტამ 21 წელს თუ გადავთვლით 18 წლის მანძილზე და მერე უცბად მოხდა და ჩაგვითრიეს ამ ომში ეს იყო თავსმოხვეული ომი ჩვენთვის ესეც არის ისტორიული სამართლიანობა რაოდენ გულსატკენი არ უნდა იყოს იმათთვის ვინც ამ ომში მონაწილეობდა ეს არის რეალობა რასაც მე გეუბნებით ხო გარდა იმ თარიღისა თუ მაინც და მაინც ახლა ასე ირონიზირებას ვეცდებით გავაკეთოთ რა 8-დან 9-დან 8-ში თუ გადავიდანთ ამით ევროკავშირში შევალთ ან არ შევალთ ან ვიზავიზო რეჟიმი გამარტივდება და 1000 რაღაც სისულელე ხო ჩვენ ხო ასე არ ვლაპარაკობთ და არ გვინდა ამ თარიღის ასე ირონიზირება არა მე გეუბნები თუ მივყვებით ლოგიკურად ხო ლოგიკურად თუ გავაგებინებთ არა ისე როგორც ბატონი დავითი ამბობს რომ თვითონ როგორც აქვს საბჭოთა სახელმწიფოებში ნასწავლი დაიწერება ახალი მე თქვენ არ გაგაწყვეტინეთ მე ვაკეთებ თქვენ ციტირებას. არაფერ ციტირებას არ აკეთებ თქვენ ციტირებას. ამახინჯებთ აბარაკეთ. არა, როგორც თქვენ ბრძანებთ. საბჭოთა სახელმწიფოებს თუ გადავსინჯავთ და დავწერთ, იქ უნდა იყოს აღნიშნული, რომ ეს არ იყო ჩვენი საქართველოსთვის სამამულო ომი, ეს იყო თავსმოხვეული ომი და ოკუპირებული საქართველო იყო ჩათრეული ამ ომში. აი ეს არის ნაწილი, ეს არის დეტალები აი იმ სამართლიანობისთვის, რომელიც გვინდა რომ აღდგეს. ისტორიული სამართლიანობა. ბატონ დავით. კი, აუცილებლად უნდა თქვათ და უნდა მიპასუხოთ კიდევ ერთ კითხვაზე. როგორც მე ვთქვი და რაზეც გააკეთა აქცენტი იგივე საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომ ეს არის რუსეთის მიერ და სტალინის რეჟიმის მიერ თავსმოხვეული თარიღი. მე შემდეგ იყო რაღაცაზე გამოთვლილი, ხო არ იქნება ეს კიდევ ერთი გზავნილი ხო არ არის გამაღიზიანებელი გზავნილი იგივე რუსეთის მიმართ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მოვლენები, რომელიც 2008 წლის შემდეგ გრძელდება, ბატონ დავით. დიახ, მოგახსენებ. არის ეს მაინც მინდა ერთ მომენტს დაუბრუნდე, იმიტომ რომ რახან ახლა არ ეშვება ბატონი ლევანი და კიდევ ვიმეორებს ამას ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და გაყალბებული თარიღი. სრული უფლება, ლეგიტიმური უფლება აქვს
ყველას რომ 9 მაისსაც აღინიშნებოდეს ეს, იმიტომ რომ თუ ისტორიას მივადევნებთ, თვალყურს კაპიტულაციის აქტის რატიფიცირება მოხდა იმ დროს, როდესაც იმდროინდელი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე უკვე დამდგარი იყო 9 მაისი და კაპიტულაციის აქტი მოსკოვში ჩამოიტანეს 9 მაისს. ამიტომ ლეგიტიმური უფლება ამისი რომ ამ დროს აღინიშნოს, ეხლა ამიტომ გააკეთეს თუ იმიტომ გააკეთეს, ეს მეორე ამბავია. თქვენ როცა ამბობთ გაყალბებაზე, გაყალბება შეიძლება ილაპარაკოთ იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი რამე არ ყოფილა, საერთოდ მორჩა ყველაფერი დამთავრდა, ხელი მოეწერა, დაიბეჭდა, წავიდა და გავიდა ერთი დღე და სპეციალურად ამის გამო გააკეთა. ანუ ლეგიტიმური უფლება ამისი ქონდა. დავანებოთ თავი რატომ არა, ამიტომ ეხლა იმაში რომ 9-ში აღინიშნება და არა მარტო აქ აღინიშნება. და სხვადასხვა ქვეყანაში კიდე არის ისრაელში, ისრაელი გითხარი და რუსეთს მეუბნები და როგორ ვილაპარაკოთ. კარგით, რუსეთშიც. დავანებოთ იგივე რუსეთში, იგივე ყოფილ საბჭოთა კავშირში. ეს ანუ ლეგიტიმური უფლება ამის რომ 9-ში აღინიშნებოდეს არსებობს. ეს ერთი მომენტია. მეორე მომენტი როგორც თქვენ ბრძანეთ ეხლა, ამიტომ ეხლა აქ ისე ლაპარაკი რაღაც ისტორიის გაყალბებასთან საქმე, ეს არის ტყუილი. არ არის ელემენტარული. არ არის გაყალბებული ის. არ არის შეუძლია შეიძლება აღნიშნოს 9-ში საბჭოთა კავშირის ყოფილი. კარგი, დაბა რა მიზეზია კიდევ? გარდა იმისა, რომ ევროპასთან გვინდა. რა თქმა უნდა, ეს არის რუსეთიდან გამიჯვნის ცდელობა. ეს არის აი რაღაცნაირად ეს რომ იყოს მარტო თქვათ ბატონი კოალიციის ასთან კოალიციის წარმომადგენლები კოალიცია არის არასამთავრობო ორგანიზაციების კებული, მათ ნებისმიერი აზრი შეიძლება კონდეთ, შეიძლება ვიგამათოთ ხარეთაც ისედაც, მაგრამ მათ როგორ თქვენ შეგიძლიათ კონდეთ და თქვენ ეს ამაში არაფერი არ არის. ყოველთვის 9-ში მიხვიდეთ და აღნიშნოთ. არავით არის. პრობლემა არ არის, თქვენ 8-ში მიბრძანდით, ზოგი 9-ში ეს სხვა არის, მაგრამ როცა სახელმწიფო მინისტრი აკეთებს ასეთ განცხადებას, მინისტრი. დიახ. საგარეო საქმეთა მინისტრი, როცა ამას ლაპარაკობს უკვე ქალაქის მერი, რომელიც მივიდა და გამოაცხადა დღეს ასეთ რაღაცა რომ ობიექტურად რვაში იყო, მაგრამ თქვენ 9-ში გილოცავთო. მე პარლამენტის თავმჯდომარე მივიდა და იმან ხაზი გაუზვა რომ დღევანდელი დღეა. ისტორიკოსებმა გაარკვიონ ქართან დაკავშირებული აუცაურია. ეს შეიძლება იყოს ამაზე როგორც ვთქვით ეს გარკვეულია. პერასაც ეს არ არის კარპილი გასარკვევი, გეუბნებით როგორც არის. გარკვეულია რომ 8 მაისს რატიფიცირება, 7 მაისს იყო ხელმოწერა, გენერალმა იოდრმა მოაწერა ხელი გეუბნებით. შემდეგ იქნა რატიფიცირება ბერლინში, ეს მოხდა ღამით. და იმ დროს, როდესაც იქ ხელი მოეწერა ბერლინში ამ რატიფიცირებას ამ კაპიტულაციის, იმ დროს რუსეთში და საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იყო 9. კი ბატონო. აუბრალოდ ეხლა ასე იყო. ეს ცნობილი ფაქტია, არაფერი გასარკვევი აქ არ არის. მაგრამ იმ მომენტს რომ დღეს არსებობს ეს ვეტერანები, არიან ხალხი, რომელთაც ეს არის გარკვეულწილად რაღაცა ისეთი საკულტო თარიღი. ეს ხო ფაქტია და ამას არ უნდა ლაპარაკი და ამას გარკვეულწილად რაღაცა ჩვენი ვფიქრობ, ჩვენ თავს უნდა ვცეთ პატივი და ახალგაზრდები და თუ გნებავთ, კი ბატონო, გამოკითხვათ ჩატარდეს, რეფერენდუმით ჩატარდეს ამაში. ეს არის ელემენტარული პატივისცემის მომენტი, რომ ამ ადამიანებს, ამ ვეტერანებს, რომელთაც იომეს, იბრძოლეს, მივაგოთ ის პატივი, რომ რაღაცა ეს დღე დაუტოვოთ ეხლა და ის რომ სახელმწიფო უთხრას, ვიცი რა, შენ მიდი 9-ში, მაგრამ მე აღნიშნავ 8-ში. ეს რაღაცნაირად მგონია რომ ეხა იმ ხალხის რომელიც ეხა 90 წლის არის 85 წლის არის ასეთი მოპყრობას ადამიანებს. არის ეხა არა ცივილიზებულია. თუ ევროპელობა გვინდა, ევროპელობა სწორედ ამ ცივილიზებულობა გულისხმობს სწორედ აი ამას. რაღაცა ტრადიციისადმი გარკვეულ პატივისცემასაც. გასაგებია. სამწუხაროდ ძალიან ცოტა დრო გრჩება გარდა იმისა რომ მინისტრმა განცხადება გააკეთა იგივე ამასთან დაკავშირებით, მან ასევე გამოხმაურება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან გაკეთებულ მილოცვასთან დაკავშირებით, რომელსაც კვლავ უნდა დაუწოდო. კი ბატონო, ეს ჩვენი გადაცემის თავარ თემა არ არის და ეს თოლკე საკითხია, მაგრამ ასევე საინტერესო საკითხიც არის, მაგრამ მე ბატონ ლევანს დასასრულს მინდა ვკითხო. სამის გამოყოფა მაქედან ეს ერთი გადავეკეთე. კი ბატონო, მაგრამ აქ უბრალოდ საუბარია თანამედროვე ისტორიაზე და ერთმანეთთან მიმართებაში, ქვეყნის მიერ აღებულ პოლიტიკაზე რუსეთთან მიმართებაში და ასე შემდეგ. მოდით ამაზე ახლა ვისაუბრებთ, თან ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. რას აპირებს კოალიცია მომავალში სწორედ ამ თარიღის გარკვევასთან დაკავშირებით? კოალიცია აპირებს, რომ მიაღწიოს იმას, რომ უახლოეს ხანებში, თუნდაც გაის ამ დროს 8-ში იქნეს აღნიშნული აი ეს თარიღი ისე სამართლიანად როგორც არის ეს ისტორია. თქვენ მიმართავთ ხელისუფლებას ამ ჩვენ შევიტანთ ამაზე მოთხოვნას, ვეცდებით რომ გავაგებინოთ, ამას ჩაერთვებიან ჩვენთან კოალიციაში არიან ასევე ისტორიკოსები, რომლებიც ჩემზე უფრო კომპეტენტური და ბატონ დავითზე უფრო კომპეტენტურები არიან ამ მე ძალიან მეჯობ ვინმე იყო სამსაკითხზე ჩემზე კომპეტენტური იმ ელემენტარული მიზეზის გამო ეს არის ელემენტარული ამბავი. ეგ თქვენ გეპარებათ. არ მეპარებ აბსოლუტურად. წაიკითხეთ ელემენტარულად. მე მინდა გითხოთ იმ ადამიანების აზრი. შედი ვიკიპედიაში და ნახავ. ბატონ ლევან, იმ ადამიანების აზრს ექნება თუ არა დიდი მნიშვნელობა ვინ ამბობს და მონაწილეობას. თქვენ ინტერნეტით ამას არა მარტო ინტერნეტი. მოიყვანთ არა? ნებისმიერი დოკუმენტი. ასევე რუსი ისტორიოგრაფების რომლებიც იყვებიან, არა, როგორ არ არის შუაში ინტერნეტი ყველანაირი მასალებია. არა, ეგ თქვენთვის არის გარკვეული და ჩემთვის გაურკვეველია. არ შეიძლება რო ასე. გასაგებია რას გეგმავს გარკვეულია იმ ხრივ რომ ეს არ არის სწორი, ეს არის გასაგებია ძალიან დიდი მადლობა ბატონებო სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა მე დასასრულს მაინც ვიტყოდი რომ ალბათ ყველაზე
ზედმეტად საინტერესო იქნება და აზრგასათვალისწინებელი იქნება იმ ადამიანების მოსაზრება და პოზიცია, ვისაც უშუალოდ ეს დღე ეხება და ვისი დამსახურებაც არის ეს დღე, საუბრობ გულისხმობ ვეტერანებს და მათ კიდევ ერთხელ ვლოცავ დღეს, რომელიც მათთვის როგორც თვითონ აღნიშნავენ ძვირფასია. ლევან ჩოლოყაშვილი, დავით ზურაბიშვილი, ჩვენი გადაცემის სტუმრები. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ზუსტად 9 საათზე თქვენ გულოვდებათ მაესტროს ახალი ამბები მაკაცინცაძესთან ერთად 10 საათზე პირდაპირ საუბარ დეკაბერიძის სტუმარი იქნება მუბასანიკიძე, მე ხვალ 8 საათამდე გეშთებებით, ნახვამდის.